გაუმარჯოს ხალხნო შორე სალამი მოგესალმები ქუდით ოღონდ ეხა არ მითხრა მაგით ნუ მოხელიო თუ შეიძლება წნება მამიწიოს ეხა შენ ჩაგარწყავ ერთ ცალს გაიგე თუ ერა ეს გაბძანდა გარეთ პლოშატკაზე სანამ მოყოლას დავიწყებ დღევანდელი ამბების ხო და ეს ხო ქუჩაში გაზრდილი არის ну თქვენ რა იცით მაგრამ ეგრე არის და წინაღამ ძაღლი მან გაგლიჯეს და ხო რომ მომიყვანის ხო იცით ამის ისტორია ხო და ვერ აზროვნებს ჯერ რომ სადამდე შეიძლება გავიდეს სადამდე არა და იმიტომ მყავს სახში რომ სახლს მიეჩვიოს და სახლის ტერიტორიასთან გაბძანდა გარეთ ჩვეულებრივ კარებს ხო კეტავ ხოლმე და არ ვუშვებ პლოშატკაზე უცბად ჩაირბინა და ესე მიდიოდა ქუჩაში ხო და როგორ გავიდა იცით კარები ჩავაყენეთ დღეს ეგ არის მიზეზი დღეს ჩემი არ მოსვლის ვაიმე დედა ესე იგი რემონტის შესახებ რო ვთქვი რომ რემონტს ვიწყებთ მეთქი და რაღაც ამას მოვიხსნიოთ და ხანი გრილად მქონდეს თმა ხო გითხარით ხო და ესე მქონდეს ხო აი მე შორე დავარცხნას არ ვაპირებ ეხლა უნდა წავყოდე და დავიძინო მიუხედავად იმისა რომ ნინო წამალმა დარეკა მიუხედავად იმისა რომ მაინც არ ვაპირებ მას დაბანარა და დავარცხნას ანუ რემონტი რომ უნდა დაგვეწყოდა რაღაცა ვინ იყო ის ქალი რო ამბობდა რომ აუ ძალიან ისეთი თემაა რა მარტო ზემოთ ქვემოთ შპალერი მოჩა ჭუჭყენი საქმე არ არის ეს ცხოვრება ხო მე ვიყავი იქ ქალი დღეს მოიტანეს კი არ და გუში მოიტანეს კარები ჩვენ რო გამოცდაზე გავდიოდით მოიტანეს კარები ნუ სხვა გზა აღარ ქონდა და მიაყუდეს და წავიდნენ ბიჭები დღეს სანამ ამოვიდოდნენ და ჩააყენეს და რაღაცა ლაშამის ძველი კარი ამოიღო ნუ დაიყარა რა თქმა უნდა ეს გაჯის ნატეხები რაღაცები ბიტუნის ნატეხები რაღაცა მაგრამ ავკრიფით ანუ სანამ ბიჭებმა კარის ჩაყენება დაიწყეს მე სულ მოვასუფთავე რომ მეთქი სუფთაზე იმუშავებენ და თან ხელს არ შეუშვით ეს ნატეხები და რაღაცა კარი როგორი ხაშება წყალი ადუღდა მე არ ვიცი იმით აადუღე წყალი უკვე დაგრაღაც ხოლმე ხო ეგ ნადუღდეს მე ერთი უჭამარილი ჩაყარე და იუადუღდება და ჩაყარი დამიწახე უბანი მითხარი უნდა მოურიო წყალს და ჩაყარო ხინკალი ოღონდ 15-ზე ანათზე მეტი არა და იცი როგორ ხო კარგი დაგიძახე ხო მოდი ერთ წამს ამოიტანე ტელეფონი არა მათეს ნომერი მინდა ხო ხო და მოკლედ ეს ვაიუბედურობით ავალაგე ეს რაღაცეები ნუ ისე ლაითად რაღაცა და დაიწყეს ჩაყენება ბიჭებმა ხო და ლაშამ თქვა რომ ისაო მაინც საჭმელი მოგამეკეთებინა და კარტოფილი და რაღაცები ისა ბადრიჯანი რო შემეწო რაღაცა და ნაცნობი ხალხი არა და ეს დასხდებითო და რომ შევჭამთო რაღაცა ცოტა ამოისუნთქებენ ესენს და ისვენებენ იმიტომ რომ კაი ხანი აყენეს კარები და ნუ რაღაცები გავამზადე ის და ხო და რო ჩააყენეს კარები და მე შუშე განახებთ მე ხვალ განახებთ ოღონდ ხალ გამიყვანოთ შუშებიანი არა ორი შუშა აქ სამი შუშა ხვალ განახებთ მოკლედ და აღიქვავთ ეხლა ვერ აგიხსნით ხო და ერთ-ერთი შუშა იყო რაღაცა თითქოს გაფხაჭნილი ვიცი და არ ჩააყენეს რომ ამასო შევცვლითო რომ რატო უნდა ჩავაყენოთ ხო და წავიდნენ მეთქი ლაშის ვემნები ეს რაღაცები რო გავაგამზადე და საღამოსო მოვლენო და ეხლა რაც დაარჩა რაღაცები თვითონ აკეთებენ იმიტომ რომ მე ეხლა გეტყვით რატო ვარ წაშლილი ეს ყველაფერი რო გავამზადე მორჩი ნუ ხმა ხმეს მოდა რო აქ რა ხო რაღაცა და ხმეს მოდა რაღაც აკეთებ გარეთ ხო ტახტზე გადაფარებული მაქვს ადიელები ესე იგი რომ წავიდნენ და ამოვედი
რაღაცა დაბოდია. Რო ამოვედი და რომ მეგონა რომ ჩამიწერე რა. ჩამიწერე კონტაქტებში, რო ისა დაურეკე. ჩაგიწევ ლაიკის ქენი. არის არის. ისა. ხო და აი მაგ ტურტლიანი შარფნუ ჯდები ის ტრიანი გაქვსო. ამოვედი. ხალხნო, შაშანაც ხო რემონტი მქონდა, შაშან წინათ და იმის წინათ რავი ზოგადად ხო სულ რემონტი მაქვს. ყოველ წელს ერთი ოთახი. აი გოგოების ოთახში რო ფანჯარა ამოვიღეთ, ეგეთი არაფერი აი მაშინ უფრო ხდებოდა ვიდრე ეხლა თუ ეხლა უფრო ხდებოდა ვიდრე მაშინ. პატარათი იყო ჩასაჭრელი თეთრი აგურით არის გარეთ მხარე აშენებული და ბარგალკით ჩაჭრეს. ხალხნო, აქ ამბავი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ფარდა მაქვს ჩამოფარებული აქ ოთახებში შემოსასვლელ კალიდორში, მაინც იყო შემოღწე სისულელია რა ამტვერს შემოაღწე. ჯერ ხო აი კალიდორში იყო ესე რომ მოაპნიო რა აი ერთ დონეზე ფქვილი საცერით. გარეთ იყო აი ვაიმე რო იტყვი აი სადღაც 5-6 მეშოკი ფქვილი რო ააფეთქო. ანუ ცოცხივც ვერ იმორჩილებდა, ნუ ჯერ ხო ავიღეთ ლაშამ კი მითხა რომ ბოლომდე ავიღებდიო და მე ის გიქნა შენ, მაგრამ მივეხმარე. დიდი რაღაცები გაიტანა, გაზიდა, ცოცხი ჯერ შრალად, იმიტომ რომ მაგას რო სველიშია ხო, აი დიდღნებოდა და აი ძლივს დავამთავრეთ, ჩაწერე? ანუ არ ჩაგიწერია კონტაქტებში. მაგრამ ხო, ხერა თქვი ვითო. ჩემი თე. დღეს მათი ჩემი ძმისშვილის დაბადების დღე და კარი დახური უნდა ხანახი კარი ღია დაინახა და გარბის რო გავარდეს. ჯო, მე დაიჭერა მოჩა. ძლივს დავიმორჩილეთ ეს მტვერი, რომ აგვეღო. მერე ძლივს დავიმორჩილეთ პირსაწმეთი. ტილო. ჯერ ის რო არის ხო იცი მოპებიო თუ რაღაცა რო ქვია. რგვალი როა რო თავის მიზუნკლი და მოზუნკლი და არაფერს არ იღებდა. ისე მამა პაპურად გავხსენი რაღაცა. პოლის ჯოხი და ტილო მაგაზე მე გემრიელად ერთერთმა ვერ აიღო. პეშო შემოგევლე. მე რა თქმა უნდა ყველა ოთახში გამოუსვი. პიანინო ისეთი. ვაიმე, ხალხო გეფიცე, ბეი, უბრალოდ ფიქრობდი, ხა დადგე და ვიბღავლო რა აზრი აქვს, ხო, მაინც მე უნდა ვალაგო. ხო, ხა სანამ დამიწერთ რომ ბარბარეო ესეო და რაღაცა. ბარბარე ჯერ მაგარი ნაცემებით მოვიდნენ ეგენ დილის 4 საათზე. გაუბედურებულები ბათუმიდან, ცალკე თემა კიდე. ხო და მე რაც სიტყვაზე 1 საათში და 2 საათში გავაკეთე ბარბარე არ დღე ღამეში ვერ მორჩებოდა, იმიტომ რომ რა არის მე უნდა გაეკეთება ვერ მიხვდებოდა. ისეთი ამბავი იყო რომ მეც ვიდექი და ვფიქრობდი რომ საიდან დავიწყობ. არა. ორო გოგჭყლეტო. დაბლა თევზი გაარჩიეს და სუნი რო გაიგო გვაჟბატ კმენს უყურე. ვინი თითეს ცხოვრება გცენ. ხო და ერთი შუშა აკლია ეხა იმ კარებს, ეხა უნდა ჩააყენონ ბიჭებმა და შეჭამენ საჭმელს და ისა იმი როგორც ისე იცის რომ გასած რომ იგაკეთდა და გადის გარეთ ეს დებილი ეს. დედა დებილი. მე ეს გარეთ ადიელები 9 საკლია 15 წუთი. აი ეხლა ამოვქაქანდი რა. და დედას ბეტარ. მოდი და ჩეკი ბარბარე შემოვიდა და გაგაბრეცა. კაი. ვაი. ირიხმა გაკ. კოჩიდი რომ დიდად ბედარა ბაჭინა და ჯუნჯურუყა. ყველაფერი დავალაგე. იატაკიან, მტრებიან, ყველაფრიანად. და ეს ადიელები რაც გარეთ მქონდა გადაფარებული და ისედაც რო გასარეცხი არ იყო, მაგრამ ბოლოს რომ მორჩებოდი და მე შემოვიტანე, გასარეცხი იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ არ გაძრე. უყურე ამ ხულიკს უყურე. აი მოკატა. მოგოწყო პუტუნში.
მოისვენი. ხო და კიდე კაი ბედი ჩვენი 3 დღეა წყალი არ მოსულა დილას მოვიდა. და დიდად არ გადავაკვდი ამ ადიელებს, უბრალოდ 20 წუთიანებზე შევაგდე სათითაოდ, რომ გავლებულიყო რა, რომ აი ხა კაი ამინდია და დილაზე გადავაფარებ, ისე ყველა ტახტს. ერთი ვერ მოვასწარ, იმიტომ რომ წყალი დაწყდა. ეხლა ეკი ჯექსანამ ლამაზი ხარ. გაიგე? შენ ხო იცი რომ გაბრაზებაც ვიცი და მოგხვდება. ხო. მოისვენი. ერთ ჩააყენო რომ გაუშვა. გამეკარგება ამას რომ ყურადღება არ მივაქციო. ჩემი ლამაზი ბოში. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ დღეს, გამოცდების დღეს. კარგი ეხლა, მოგხდება მეთქი, ჩაგაქვავებ, გოგომწორებ. მაგრამ როგორ აქცემო რა ზეგიხარ? იგი როგორ აქცემო რა ზეგიხარ? მიდიდეს პეტერ. დაწერა. შეხვდა ისა. რა იყო გუში რა თემები იყო გამახსენე. ვაი მე როგორ უნდა გქცე. გუშინდელი თემა იყო ისა, ჯაყოს ხიზნები, იოანეს თემა. და რაღაცა ლექსი. კარგი. ხო, ეგ დაიჭირე და ოთახში თქვენთან შეაგდე ჩქარა და დაუკეტე კარები. მან და ყველაფერი. ოთახში წაიყვანე კნავის და შეიძლება წყალიან საჭმელი უნდა და დაუკეტე კარები. მან დააქვიშაც და სულ ყველაფერიც. ძალიან შეჭამა უკვე გავაგდოთ. ბარბარე ხელს მიშლი. ამისი ადრეც ვიტყვია, ეს არის ცაცია. რამაც აჭრა გამოცდაზე, ნუ გარეთ ოთახში აქ, ხო, კაი. მაინც მან შეაგდე შენთან და დაუკეტე კარი. იაროს და იკნავლოს ცოტა ხანი. ხო, დაკეტე რა, ცოტა ხანი ვეღარ ვიჭერ და ვეღარ ვაოკებ. ის არის. ჩაყარე. ხინკალი ჩაყარე? წყალი შემელი ჩაყარე. ადუღდა? წყალი ადუღდა? დუღდა, კარგად. დუღდა უშტერი ამოდიოდა. და მოურია. მოკლედ უცბად ვიტყვი და წავალ. რასაკეთებს გეფიცები არ ვიცი, რო კითხო გათხოვება უნდა. მთელი ცხოვრება იოანე პირველ კლასიდან მისვლის შემდეგ ყოველთვის პასტებს რო ყიდულობ ხოლმე და რაღაცა იოანესთვის განსაკუთრებულად ვარჩევ პასტას. რო არის ცაცია და ანუ რომ იყვება ამ ხელით თხაპნის. და მეორე. ყველაზე რთული ის, რაც იყო ხოლმე რომ ხელი რო უაფრიანდებოდა და წერის დროს უფრო მეტად ვაწვება, ამას რო წერ ისე მიგაქლაითად. ამით რო აწვება და უფრო დიდი ხანი აქ იმ ადგილას გაჩერებული, რამდენჯერ ყოფილა მეც მომსვლია ხოლმე ანუ დახატო მინდოდა და რაღაცა ფურცელს რო ხელს წაუსმე და ოდნავ რო ფურცელი უფლიანდება, იმაზე ხო აღარ წერს და გამოცდაზე ხო ტუშის პასტებია და ტუშის პასტებსაც ჩვევია ეგ აი ელემენტარული საროჭკაზეც რო ხატავ ხოლმე ვცდილობ რომ საროჭკას მეტად ხელი არ წაუსო, რომ სხვანაირად ხატავ და მე ის ტუში იმ საროჭკაზე. აი ამას რო დადებ, ამაზე მე ფაქტიურად ტუში გამოსაყენებლად აღარ ვარგა. მოვიდნენ ბიჭები. ხო და ეხა გუშინდელი დღე რო ყველა ნერვიულობდა ეგ ჩვეულები მოვლენა და გამოცდების თამდევია და ჩვეულებრივია და ამის კარგად დავიწყე რაღაცაო და აი ნახევარზე რომ მივიეტყობა ბევრჯერ რომ დაწერა გაატარა და ბევრჯერ რომ გაუსვა და მე ხელს ხო დაძაბული ხაროფლიან ისეთი გამოვიდა ფეხები მტკიოდა ანუ იმდენად დაძაბული და ნერვიულებული იყო მე მაგამ ბავზე რომ ფეხები მტკიოდა რომ აი დაჭიმული დაძაბული იყო რომ პასტა აი ხო ქონიო ნახევრად რო წერს და ნახევრად აღარ შეცვალა პასტა მაგრამ ფურცლის შეცვლაც შეიძლებოდა მაგრამ დაწერილი ქონა უკვე კარი ის და ვეღარ მოასწრებდა და
დროს მაკარგინებდა, რომ იმაზე ორჯერ და სამჯერ ვატარებდიო, წარმოიდგინეთ, გაკრული ხელით რომ უნდა დაწერო და მაგაზე ინერვიულა რა და მაგაზე აი იცი როგორი გამოვიდა, აი ცხოვრებაში როგეთ აი კინგსის ოლიმპიადინა დაწყებული და სხვადასხვა გამოცემები საერთოდ ძალიან ლაითად, მაგრამ ეს შეფერხება რო დახვდა. ნუ მოასწრო დაწერა, მაგრამ ხოწერს დაეწერა. სწრაფად ვერ აწერს. ხო და ერთადერთი იყო ეგრო, აი უფრო მეტის დავწერდიო, მაგრამ აი არ მომცავ ფიზიკურად საშუალება, მაგრამ ეხა იმათ ვერ მოედავები. პასტას შენცას ვერ წაიღებ, თორე იდეალური ტუშის პასტები მაქვს და მე გავატანდი შავს, მაგრამ არის კომპიუტერი, რომელიც მარტო მაგას კითხულობს თუ რაღაცა მაგ ტუშის პასტას აღიქვავს შავს. ხო და ახლა იმაზე ნერვიულობდა, რომ ეს ძლივს ძალით დაწერილი ნაწერი რო იქნება კომპიუტერს უამომიგდოსო და თქვასოც არის, არ წაიკითხოს, ანუ სად მიდიხარ მე, ხო? ნუ ეხლა მართლა არ მგონია რომ ბრმა იყოს სამყარო. ეგეთ დროს ხალხი არ ასწორებს რა კომპიუტერი ასწორებს, კომპიუტერი კითხულობს. ხალხი არ კითხულობს? ხო, შვილოს ხედა და ესე და მარტო კომპიუტერი და მარტო მაგ შავ პასტას მაგ ტუშის პასტას აღიქვავს. და კომპიუტერმა რა უნდა გაიგოს ნააზრევი და ის რა წერია? 21 საუკუნეში მეკითხება კომპიუტერმა რა უნდა გაიგოს. ეს რა ხალხი ასწორებდა რომ დაჟებულოს ეზარებოდათ თუ პერსონალურად ამოწმდნენ ეზარებათო და მიფუშაშებით ასწორებენ და მაგიტოა რომ გაპროტესტება რომ აპროტესტებენ თავიანთ ნიშნებსო და მე შეიძლება თავიდან გადახედო და აი მე ეს თვითგენა ეს თვით აი კითხე ეგენი როგორც ვიძახი ხო აუცილებლად ყველას სასაცილო იყო ის რომ აბიტურიენტებიდან მე გავიგეთ რომ ორი არ გამოცხადდა და გუშინ ამადა ამ დღეს მეორე ერთი ვინ არის მეორე ვინ არის ლაშა ეხო დაფიქის იყო დარეგისტრირებული იყო გამოცდაზე მე მაგრად ვიცინეთ ეგ ერთი შენახარ აი ესე წამოვედი მე მაგრად დავიღალე იქედან რომ მოდიოდი ეს ივანეს ყვებოდა გზაში რაღაცეებს ეს ნერვიულობდა მე ვთხარი ბოდიშ და დაიკიდე რა რაც იქნება იქნება უბრალოდ ეხა მომავალი იმაზე უნდა გაითვალისწინოს რომ ან ხელი მაგრად არ და როგორ უნდა დაწეროს აი ეგ პრობლემა აქ ცაცია სათან რომ ის არის ხა ბიჭია მაინც და მეტი ოფლიანობა ის ხელზე რაღაცა სქელი ფურცელი იყო ოდნავ და აი რაღაცა უნდა ისაქნას რა რომ ელემენტარული გააყოლოს თორე მათემატიკაზე სულ დაიტანჯება ეგ ხო და ესა და სვამბობდი რაღაც სვამბობდი წყალია თუხდა და ხინკოსნა ჩავხედავ. არა, მანამდე რაღაც სვამბობდი. ხო, რა გზაში ანუ იონი ამ რაღაცებს რო ყვებოდა, მე ხო მირეკავდნენ აბარაქნა, აღარც დედაც ჩემისთვის უნდა მე კარდა ბურეკი. ბაბუსთვის უნდა მე რატო ვერ დაურეკე, იცი რომ მოველთ, აი ჯერ ხო დასაჯდომი არ იყო. მეორე გამოცდაზე მართლა უნდა წავიღო ის პატარა სკამი. რო არ წავიდე კიდე ვერ მოვისვენებ, არ არსებული. მატყოფელებიც იყვნენ რამდენიმე. ხო და ხან ვიარეთ, ხან ვისხედით, მე იქ ვიჯექით კარგად რაღაცა ღმერთო მთელი ის შემოვიარეთ ისანში და მე მგონი იძახის. მარილი ჩავაყარე. ტუალეტი ვერ ვიპოვეთ ხალხნა. სკოლაში ხა კი ზუსტად ვიცოდით რომ არავინ შეგუშვებდა იქ, მაგრამ მაინც ვცადეთ. არაო. ძალიან, მაგრამ არაო. მე ვთხარი არ არის პრობლემა, კაცო. ცხელა დასვენდები უცბად აორთქლდება. ხო და მე იქ ყოფილა. ერთ-ერთი რაღაცა კაფე არის, კაცები შედიოდნენ. რაღაცა და ამ კაცმა მიდით, კაცო, დაშამას თხოვარ არა. არა, სიძახით მიდი. შენ გაიხარებ, რაც ამ კაცსავლოცე. ხო და იქიდან მოვედით, იცი როგორები. აი რო დავეცი, კიბებზე ძლივს ამოვიტანე ფეხები. რო დავეცი, აი 9 საათამდე ფეხი არ გამიქნევია. გაუბედურებული ვიყავ. ანალოგიურად ესენიც. როდის აქვს კიდე? 7-ში აქვს ინგლისური. ინგლისურს დაწერს. მათემატიკა და ინგლისური საერთოდ არის შინოდა. მama შენია. გამოწახება მაქვს. ღვთიური სახები ვიყო. ხო მოვდივარ ეხლა.
მარილი ჩავყარეო, ხო, მოვდივარ. წყალია თუხდა მანანა და ჩამოდირავ, როგორ საწყლად. გურუბედურად. ხო და ხალხნო, აი ეგეთი დღე იყო გუშინ. დღეს იყო ძალიან უბედური დღე, აი იცი როგორი დღე. უბრალოდ აი არა სადღაცას ამაკ ვიღების გაუგზავნე, ნატოს ჩემულს გაუგზავნე ვისასურათი, ვიდეო. მე ვთხარი მოემზადე საღამოს შეიძლება დაგირე კოლმეთქი რომ ბოკერიაში ვარ, ოღონ მართლა მეგონა. რამდენთვის ხარ? 800 ვამთავრებ. ერთი მაგ წინ. რა? რა რიცხვია? ანუ ერთ თვეში გაჩნდება? რა რიცხვია? 3, ხოა? სადღაც ერთ კვირაში დავამთავრებ 8 თვეს და გადავალ მე-9-ში. აი გუშინ გავიგე. ჰა? გუშინ გავიგე ბავშვი რომ გაჩენილიყო. ანუ ზოგადად რო ბავშვს ველოდებოდი იცოდი თუ ნელ-ნელა შეგაბარო. ხვალ გეტყვი მაშინ დღეს რაღაც ღამეა შეიძლება აკეთინოს. წავედი ხალხნო. წავედი თორე მომიშალა ამანაც ნერვები. გაგების გააზრება. ჰა? გვიჭირს. გუშინ გავიგე რომ ბავშვს ველოდებითო. ანუ ძალიან მალე გაიარა თქო და ვერ გავიგე, ანუ მგონია რომ გუშინ გავიგე. აი იგი ახსენი შვილო. თორე იმ გამოცდაზე რო გახვალ, ვერც კომპიუტერში გიმოწმებს, ვერც თვითონ მასწავლებელი. რაიმე. ოღონდ რასაც გუშინ ვუსმენდი რა და აი გული მწყდებოდა. რაზე? ჩვენ კონკრეტულად ერთი მიმართულებით მივდივართ ჩვენ რა ლაშა რაღაცა გაწვდა რა რაც აქვია ჩემშვილს რა პირველს. ხო და არქიტექტურა უნდა ძალიან მართლა ძალიან და მე ვთქვი თუ რაღაცაა და რაღაცა სიტუაცია არქიტექტურას ხვევით უწერია მეორე რომ შანსი იმის რომ მობილობით მეორე სემესტრში გადავიდეს უფრო დიდი არის და თავისუფლად გადავა და ეგ ჩვეულებრივი მოვლენა იქ რა რომ იქით ანუ მიღების დროს არის ცოტა ბავშვები მაგრამ მობილობით გადადიან მე ხო და ანუ კონკრეტულად აი კერძოდ მაგერთისთვის იბრძვის მაგრამ იქ მესმოდა რომ ხალხს რავი საოცარი რაოდენობის ჩაწერილი აქვს რომ იქ თუ ანუ სადღაცას მოხვდება ძალიან გიჟები უნდა იყვნენ კერძო სასწავლებლები რომ ბავშვი ხელიდან გაუშვან რომ სადღაცა ერთი რო სახელმწიფო უწერიათ მე 15-20 ის უწერიათ კერძო ეგ მოხვდები სადღაცას მაგრამ აი გული მწყდებოდა რა რომ ბევრს კიდე ის არ ჰქონდა რომ აი კონკრეტულად იმისთვის იბრძოდეს იმ პროფესიისთვის თორე ეგრე ესეც მოხვდება კი არ მაგაზე კი არ ნერვიულობ სადღაცას მოხვდება მიუხედავად იმისა რომ კერძო არც ერთი არ გვიწერი მე ვთქვი შვილო თითებს ეგევი გადაგიკვანძა ერთმანეთზე რომელიღაცა რომ კერძოზე დაგეჭიროს შანსი არ არის გადახტა ხოლმე ხო და ერთ სიტყვით გული მწყდებოდა რა რომ აი რამდენიმე ბავშვი იყო რომ კონკრეტულად ის მიმართულება უნდოდა და მშობლებიც იყვნენ ის რომ ბევრი უწერი კაცო სადღაც მოხვდებაო ასე რომ ასე წაველი ხარ ხო მოვასწარი და მოველი მეც ეხა ხინკარ ჩაუყრე მოურევ და ჰაიდა აბა